წვენების საწარმო კახეთში, ჯორჯიას ნატურალ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა საწარმოში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 6.900.000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500.000 კი საგრანტო თანადაფინანსება. საწარმოში, სადაც წელიწადში 3,000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, ექსპორტი კი 40 ქვეყანაში აქვს. ეს არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი სიამაყე, რახან მიღებული გვაქვს ამ საწარმოს განვითარებაში მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, რომ პრემიუმ ბრენდის წვენებს და ხილის და ბოსტნეულის სხვადასხვა კომპოზიტებს აწვდის ისეთ განვითარებულ ბაზრებს, როგორც არის იაპონია, ამერიკა, არაბული ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, მუშაობს ძირითადად თავისი საკუთარი ბრენდით 90%-ის შემთხვევაში. აქვს ასევე შეკვეთები უკვე ადგილობრივ ბრენდებს აწვდის ბრენდირებით, როგორც ნახევრად ნედლეულს, აქვს ძალიან დიდი დიაპაზონი. სოფლის მეურნეობა კახეთის რეგიონისთვის ეკონომიკური ზრდის გარანტიას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ახალი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს. ბუნებრივია, აღნიშნული საწარმო ხელშეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება. სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა. წარმოგიდგენთ 300 ჰექტარი ორგანული ბაღი შეიქმნა აი ამ საგრანტო პროექტების დახმარებით, ხომ, შეღავათიანი აგროკრედიტებით. ეს საწარმო შეიქმნა, თბილისში გადაიარაღდა, რა თქმა უნდა, და მოგდეს საშუალება, რომ თანამედროვე გამოწვევებს ნელ-ნელა უპასუხოთ და მივყვეთ რა, ესე რომ ვთქვა და ჩვენც გავიზარდეთ, რა თქმა უნდა, ამის შედეგი.